მოგესალმებით ძვირფასო YouTube და Facebook მაყურებლებო. ეთერშია პოდკასტი ხალხის პირისპირ, მე კი მის წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ყავს ძალიან action სტუმარი, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო ადამიანი. აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი და ჯეკი ჩანის კასკადიორთა ჯგუფის წევრი. ბატონი თემურ მამისაშვილი, მოგესალმებით. მოგესალმებით კონსტანტინე, მადლობა, მოგესალმებით მაყურებლებს. პირველ რიგში მადლობა, რომ დავხმართ ინტერვიუზე და მობრძანდით ჩემთან. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე, მადლობა, რომ პირიქით შენ რომ მოხვედი და დამაფასე, ასე ვთქვათ. მინდა პირველ რიგში შევეხო, ასე ვთქვათ, თქვენს ურთიერთობას, თქვენს საქმეს და თქვენს პროფესიონალიზმს, რომელსაც ამჟღავნებთ ჯეკისთან და ის ნამდვილად ვიცი, რომ არის კმაყოფილი არა მარტო თქვენით, არამედ მთელი ჯგუფით. იმედია. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არ არის კასკადიორთა ჯგუფი, ეს არის ჯეკის ოჯახი. დიახ. მეორე ოჯახი, რასაც ქვია. ჩინურად ეგრე ვეძახით. ჩენჯაბან, ნიშნავს ჩენ არის ჯეკი ჩანის გვარი. ჩენის ოჯახი. ჯაბან ნიშნავს ოჯახს. დიახ. და მინდა პირველი კითხვა დაგისვა, ასეთი რომ როგორ აღმოჩნდი, ასე ვთქვათ, ჯეკის ოჯახში. პირდაპირ ესე კითხვას ვიკადრებ და დაგისვა. როგორ აღმოჩნდი ჯეკის ოჯახში და როგორ არის როგორია დღეს თემურ მამისაშვილი და ჯეკის ურთიერთობა? როგორი არის ეს? ჩემი ოცნება იყო ჯეკი ჩანთან მე მუშაობ, თქმა უნდა, ბავშვობიდან ვარჯიშობ, ბრუს ლის, ჯეკი ჩანს უყურებდი თუნიენს. და ამერიკაში წავედი ემიგრაციაში 97 წელს. და იქაც მოღვაწეობდი ფილმებში, მაგრამ თქმა უნდა ჯეკი ჩანი ამერიკაში არ არის, ხო? დიახ. და გადავწყვიტე 2013-ში გადავსულიყავი ჯერ გონკონგში და იქიდან როგორმე შევსულიყავი აზიურ ფილმის ინდუსტრიაში. და ნელა ხალხის გაცნობა გონკონგში ჯერ არავინ არ ვიცოდი, მოხდი ერთ ფილმში, მეორე ფილმში, მე ჯეკი ჩანის ფილმზე მომიწვიეს, სადაც უბრალოდ კასკადიორი ვიყავი, Dragon Blade ქვია. და აქედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ჯეკი ჩანთან, იყო ჩემი პირველი ფილმი მაგასთან. და მეორე დაემო და მესამე ფილმის მერე უკვე ამიყვანეს როგორც ოფიციალურ ჯეკი ჩანის კასკადიერების ჯგუფის წევრად. მერვე თაობა. ეგრე მოხდა. თემურ, ჯეკიმ თუ იცის საქართველოს შესახებ და როგორი არის მის წარმოდგენა საქართველოს? ჯეკი ჩანს მე გავაცნე როგორც შემიძლია, ვესაუბრები ხოლმე საქართველოზე უხსნი, რომ ასევე ძველი კულტურა, როგორც ჩინეთი, დიდი ისტორიით, ვანახე სურათები, ქალაქის ხედები, მთები, ზღვები, რაც გვაქვს სილამაზე, ყველაფერი შესაძლების დაგვარად გავაცანი. ასევე რაღაც საჩუქრები იქ, ღვინოს ჩუქნი ხოლმე დაბადების დღეზე თიხის იმებში, რო ქოთნებში, ღანწი ვაჩუქე. ესე ზოგადად ეხლა ჩემგან რაც იცის, რომ ჩვენ მაგალითად სხვანაირი კულტურის ხალხი ვართ, განსხვავდებით მაგალითად საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებისგან, რუსეთიდან, სხვა ჩვენი ენა გვაქვს და ყველაფერი. მინდა აღნიშნო, შეგეკითხოთ, ოპერაცია პანდას შესახებ, ანუ თქვენ და ჯეკი ჩანი ხართ ყველაზე ხშირად ასე ვთქვათ. თქვენ რაზეა ფილმი, რა როლს ასრულებთ და როგორ ვინ არის ხალხმა შეიძლება არ იცოდეს, და ამიტომ გეკითხებით და ვინ არის ორთაბრძოლების დადგმის ოსტატი. ისა მინდა დგა, ანუ ეს ჩხუბები რასაც ფილმში ვხედავთ. და რამდენად რთული იყო ამის შესრულება თითოეული ტრიოკის ასე. Panda Plani არის action კომედია. ეს ბავშვებს WhatsApp-ში ფილმია, უცესეთი, ბავშვებს ძალიან უყვართ, ძალიან მოსწონთ. ჩემი როლი არის მთავარი უარყოფითი გმირი, რომელიც არის mercenary-ების ლიდერი. და მთელი ფილმი დავდებ ჯეკი ჩანს როგორც კატა და თაგვი და გამიდის ხოლმე. ტომი და ჯერი ვითავართ, ხო. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ ფილმზე მუშაობა. ჯერ როგორც მსახიობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თავისუფლება მქონდა ჯეკისთან სცენებზე, ძალიან ბევრი რამე იყო მოგონილი გადაღების მოედანზე, სცენარებში არ იყო, მე და ჯეკი შევთანხმდებოდით ხოლმე, ჯეკი მეთქოდა თემურ ამას გეტყვი. მე კიდე ოკეი ჯეკი, მაშინ მე ამას გიპასუხებ, კალია დავარ. ძალიან ბევრი რამე იყო, მინდა მოფიქრებული და მე ეგრე ძალიან მიყვარს ჯეკისთან მუშაობა, გვაძლევს
იმის საშუალებაც რომ გავიხსნათ და უფრო ესეთი როგორ ვთქვა ქართულად არა პრობლემა ინგლისურად და შეგიძლია ხო like creative რო გავხდეთ creative კრეატიულები რო ვიყოთ ჯეკი მაგის უფლებას გვაძლევს ასევე action-იც კი იყო შეთანხმებული მთელი ქორეოგრაფია გაკეთებული მაგრამ ბევრი რაღაცები იცვლება ხოლმე იმიტომ რომ ჯეკის ახალი იდეები მოძის ხოლმე გადაღების დროს და ეს ყველაფერი იყო შერწყმული და გადა ეს ქორეოგრაფი და action director-ი იყო ჩვენი ჯგუფიდან სხვათა შორის Karate Kid რო არის კარატე ბავშვი ქართულად ჯეინას მედის რო ხო ჯეინას უსმედი იყო პროდიუსერი ხო მან რო არიან პატარა ბავშვები აი ცუდ ბავშვებს რო თამაშობენ ხო მოედანზე მან ერთი პატარა ბიჭია ერთი აი იყო ამ ფილმის მთავარი action-ის დამდგმელი აი გაიზარდა ეხა ბავშვი აღარ არის რა თქმა უნდა უკვე ცოლ-შვილი წავს ქვია ლავლი ეძახით ლავლი ლუდაო ასევე ეძახით ეხლა უკვე აღარ ვეძახით უკვე გაიზარდა უკვე დიდი ბიჭია ადრე ვეძახით როგორც მაიმუნი პატარა მაიმუნი ხოუც აი პირველი მინდა აი ძალიან ხშირად გამოიყენა ჩინური სიტყვები ახლა პოდკასტის დაწყებიდან ამ წუთამდე და მინდა შეგეკითხა ესეთი კითხვა რომ გაგისვასეთი კითხვა როგორ და სად ისწავლე ჩინური აერზე კარგად ну ჩინური ახლა როგორც ვიცი ჯეკის თქვენ შენ და ჯეკი ჩინურად საუბრობთ უფრო გადასაღებულ ენაზე იმიტომ რომ ჩინელები არიან თითქმის მთელი ჯგუფი კი რა თქმა უნდა ჯეკი ჩანის ინგლისურიც ძალიან კაია სხვა შორის უფრო და უფრო უმჯობესდება ჩინური ყოველთვის მინდოდა მესწავლა ძალიან მომწონდა ყოველთვის ну მithumetes მე ბავშვობიდან უკვე ამ კულტურაში ვარ ჩინურ ორთაბრძოლას ვსწავლე ყოველთვის მომწონდა ჩინურ ფილმებს უყურებდი ხოლმე და სანამ გადავიდოდი ჩინეთში უკვე ნიუ-იორკში უკვე დავიწყე ჩემი სწავლა და რო ჩავედი გონკონგში უკვე ვლაპარაკობდი ну ისე კარგად არა რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ენაზე ვთქვათ გაქცევს მოტრიალები დიახ და ნენა უფრო გამიუჯობეს და იმიტომ რომ ძალიან ბევრი თეთრობა რომ მქონდა ჩინელებთან მუშაობის დროს არ მუშაობის გარეთ ასე ვთქვათ ავტომატური შესწავლა მოხდა დიახ ჩემი პრობლემა ჩინურში არის წერა-კითხვა იმდენად ვერ შევისწავლე იმას უნდა ძალიან ბევრი დრო მახსოვრება ყოველ იეროგლიფს ძალიან ძნელია კითხვა უფრო ძნელია ჩინურად კითხვა უფრო ძნელია თუ ჩინურად წერა ესე შეგიძლია ალბათ წერა უფრო ძნელია კითხვა კიდე როგორმე შემიძლია მაგრამ წერა ძალიან ძნელია ძალიან რთულია ბავშვობის წლებზე მინდა გესაუბრო ანუ როგორ გადაწყვიტე აი ჩინური ორთაბრძოლების შესწავლა და თავიდანვე იყო თუ არა შენი ოცნება და მიზანი რომ აი ჯეკისთან წასულიყავი ან თუნდაც ჰოლივუდში ან თუნდაც ამერიკაში რომ ის გამოცდილება მიგეღო რაც გააქვს ახლა ну რა თქმა უნდა დაიწყო იმიდან რომ ფილმების ყურებით ბრუს ლი ჯეკი ჩანი დონიანი ჯერ მე თვითონ დავიწყე რაღაც ფეხების ქნება რაღაცები და მე მიმიყვანეს სავარჯიშმა მიმიყვანეს სავარჯიშოდ ვალერი გალდავასთან ზეოსნობის სასახლეში მანეში ვეძახდი დიდუბეში იყო იქ დავიწყე ვარჯიში მაგ დროს ახლა იმდენად არ ვფიქრობდი რა თქმა უნდა რომ მაგრამ ну ალბათ რამოდენიმე წლების მერე რომ მივხვდი რომ რაღაც გამომდის როგორც ასეთი კი მქონდა ეგ ოცნება ჩამებადა რომ მინდოდა ფილმებში ყოფილიყავი ჯეკისთანაც მე მუშავა და მაგიდან დაიწყო ყველაფერი ოცნება მაგ დროს ჩაინერგა ჩემში თუ გაქვს იმის სურვილი და განზრახვა რომ ჯეკი ჩამოიყვანო რა თქმა უნდა თბილისში და მოანახულებინო ის ადგილები რაც გვაქვს ის რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება აქ რომ ჩამოვიყვანო თუ ახლა ყველაფერი ისეა ჯეკის ну ალბათ აქვს რატომაც არა მაგია არ შევკითხებულა მაგრამ ალბათ ჯეკის უყვარს ისეთი ადგილები სადაც არ ჩავალთ ხოლმე ტურისტები თუ არ ხოლმე დავდივართ ნახულობთ ადგილებს ну ძალიან ბევრ ქვეყნებში ვართ ნამყოფი ერთად და იმედია აქაც მოხდება ისე რომ როგორმე ჩამოვიყვანო მე როგორც გავიგე თემურ მე როგორც გავიგე გინდა რომ შექმნას ასევე შენი კასკადი ორთაჯგუფის სადაც თქვენი ლოკეიშენ ასე ვთქვათ იქნება თბილისი დიახ ბაზა მინდა მქონდეს აქ ბაზაზე გეკითხა ბაზა მინდა მქონდეს აქ მინდა შევქმნა ჩემი ჯგუფი ასევე მარტო კასკადიორებზე არ არის ლაპარაკი გადამღები ჯგუფიც ასევე და მინდა მივმუშაო ჩემ პროექტებზეც ასევე
დავაინტერესო ჩინეთიდან ჩამოვიყვანო აქ ფილმები, ну, მარტო ჩინეთი არა, სხვა ქვეყნებიც ასევე. ასევე ჩემი ჯგუფი გავიყვანო ხოლმე ჩინეთში ვამუშაო ევროპაში და ასე შემდეგ, სადაც მიმიწვდება. ეგ არის ჩემი მომავლის გეგმები. მერტმა გასრულებინოს. მადლობა. და რა ესე მინდა კითხო რომელი ქართული საკვები უჭამია ასე ვთქვათ ჯეკის თუ უჭამია მაგალითად ხინკალი, წვადი ან რამე ჩაკიტანი ამისთვის რამე ესე. ამ რეგეში თუ არსებობს ქართული სამზარეულოები, რომელსაც სტუმრობთ. სამწუხაროდ პეკინში არ არის, ვიცი ერთი რესტორანია, ნუ ვითომ ქართულს ეძახიან, Georgian Feast ქვია, მაგრამ ქართულებს არ უჭირავთ, რატომღაც ტაჯიკების გახსნილია და ქართული გემო იქ არ არის ნამდვილად. კი ეძახიან ხინკალს, კი აქვთ ხა ხაჭაპური, მაგრამ გემო არ არის. ესეთი გემო არა, როგორც აქ არის. რატომღაც არც ერთ ქართულს არ გაუხსნიან, მაგრამ მე როგორც ვიცი, სხვა ქალაქებში, ჩინეთში, მაგალითად, გვანჯოუში, შენჯენში არის კარგი რესტორნები ქართული. და ჯეკის მე როგორც ვიცი, არ აქვს გასიმჩნევი. და პეკინში ახლა რომ იყოს კარგი რესტორანი, ალბათ წავიყვანდი, მაგრამ არ არის სამწუხაროდ. მე მინდა მიმართო ჯეკის please come in Georgia. She's beautiful people. Here are very beautiful people, very beautiful nature artists are here, and please come. I'll await you. Thank you very much. და მადლობა შენს თემორო მოხვედი მესაუბრე და ესაუბრე საზოგადოებას და მაყურებელს იმ ყველაფერზე რაც საინტერესებდათ და ძალიან მებიდა და ძალიან მიხარია რომ ქართველი არის ჯეკის ოჯახის წევრი და მასთან ერთად გავს action scenes, ისეთ action scenes, რომელიც არის თითქმის შეუძლებელი რომ თუნდაც მე გავაკეთო ის სცენები, რასაც შენ და ჯეკი აკეთებთ და არა მარტო. მადლობა თემურ. არაფერს, დიდი მადლობა თქვენს ასევე მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენს. მადლობა მაყურებლებს. და მადლობა. კიდე შევხვდებით, არა, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არ არის. იმედია კიდე დაემატება მეორე, მესამე და მე-10 და 20-ე. კარგით, მადლობა. მადლობა, ეს იყო გადაცემა ხალხის პირისპირ. მე ვიყავი კონსტანტინე ჯაფარიძე. ბატონ თემურთან ერთად, ძალიან კარგ ადამიანთან ერთად და გემშვიდობებით უკვე შემდეგ სტუმრამდე და მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჩემი ხალხის პირისპირ ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი და მიხარია რომ ეს ეპიზოდი დაამშვენეთ და ჩემი და წარმატება თქვენს პოდკასტს. ძალიან დიდი მადლობა თემურ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.